31 წლის დმანისელმა მსახიობმა ლაშა ჩხუმიანმა შიმშილობა დაიწყო. მან გუშინდელი ღამე დმანისის მერის წინ ავტომობილში გაატარა. მისი განცხადებით, როდესაც ქვეყანაში უსამართლობას ხედავს, არ შეუძლია უმოქმედოდ იყოს. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს, მზიან ამაღლებელს ითხოვს ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას. ლაშა ჩხუმიანი 2017-21 წლებში დმანისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. ის მულტიფუნქციონური სახელოვნებო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია. იმ უსამართლობას გამოვაკეთებ ამ ყველაფერს, რაც ბოლო თვეებია ჩვენს ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებით ბოლო თვეებია ჩვენ ქვეყანაში ხდება. მე უბრალოდ არ შემეძლო სხვანაირად. როცა ვიცი, რომ 19 დღე ადამიანი ციხეში მზე ამაღლობელი შიმშილობს, ვერ შევძელი რაღაცა ჩვეულებრივად ცხოვრების გაგრძელება. ჩემი თვალით დმანისში რა პრობლემებიც, რა უსამართლობაც მაქვს ნანახი, მარტო იმიტომ უნდა ვიდგე დღეს აქ. და ამას ყველა ვხედავთ, ამ უსამართლობას, ყველა ვხედავთ, უბრალოდ უნდა გავბედოთ, გავერთიანდეთ და უსამართლობის წინაშე არ შეიძლება უსამართლობასთან ერთად თანაცხოვრება გავაგრძელოთ.